და ბოლო აი ეს ლოზუნგი რო გქონდათ კიდე ოლე ოლა რაღაცა რო აბოლავებდით მე მგონი თქვენი ის მოდის მართლა ის რაც დაბოლოვება იყო თქვენი აღსასრულის დღედება და აი ეს რითაც აბოლავებდით მაყურებელს ავცენ პატივს და ნამდვილად არ მინდა ეხლა ეს ტელევიზია იმად გადაიქცეს რაღაცა კანალიზაციის მილად რომელიც თქვენი ტელევიზიები ქცეულია კარგა ხანია და აი ეს ნაძირალა უკვე დაიწყო ხალხმა გამოღვიძება მე საერთოდ ძალიან წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ანგარიშწორებისა და ძალადობის და ვემიჯნები ყველაფერს მაგრამ ხალხი იმ დონეზე მიიყვანეთ თქვენ ნაძირლებო რაც თქვენ ბოროტება დასესეთ მე არ ვიცი ამის მერე თქვენ ნამდვილად ძალიან ისეთი პრობლემები გააქვთ უკვე და გექნებათ ალბათ გამოდიოდით აგინებდით ხალხს და ეს ხალხიც უკვე აღარ ვიცი უკვე გადაიყვანეთ ჭკუიდან და ამის ნათელი დასტურია რამდენიმე ფაქტი რომელიც მოხდა ამ დღეებში დაგინგრევთ თავს გაგიერთიანებთ ბიჭო მართლა სულ ყველას როგორც დაგვსინით და რა დღეშიც ჩაგვაგდეთ ეს ამდენი ხალხი და ჩვენ არ ვართ კვლელები და გაგინგრევთ მართლა თავყბას რა A few moments later. რას მინდა იმას? ერთი წუთი რა სიმღერა? შენი რა საქმეა? რას მინდა იმას? რატო გეჩხარ? არა, რა სიმღერა? რატო ნერვიო? ეკითხები რა სიმღერა? ოლეოლა? რატო ნერვიო? ოლეოლა სიმღერა? და ვის დაასრულე? რა ოლეოლა? რა ოლეოლა? რა ოლეოლა? რა ოლეოლა თქო? რა ოლეოლა? რა ოლეოლა? შევეცი შენ. თქვენი დედა ვიჭო ხოცების კი არა ნაცების დედა მოვთხან მე ბიჭო რამე ასე დედა მოვთხან მე ხომერე რა ოლეოლა შენ დედას მოვთხან თქვენი დედა შევეცი და ოლეოლა თქვენი დედა მოვთხან თქვენი დაგინ მიხეილ მესხმა თქვენ ალბათ იცით მიშა მესხი რომელიც სააკაშვილის რეჟიმსაც უპირისპირდებოდა საზოგადოებაში ცნობილია როგორც ანუ ჩვენთვის საყვარელი მომღერალი სოფო ბედიას მეუღლეთ და ესე იგი სოფო ბედიას მეუღლე თავად სოფო ბედიაც იყო და რამდენიმე პირი ისხდნენ იქ შარდენზე და აი ეს ნაძირალა გაბუნიას ძმამ ვაჩვენოთ აი ამ კაცის ფიზიონომია ეს არაკაცი იჯდა იქა და შეურაცხყოფას აყენებდა აი ამ ღოცდების ხარდამჭერებს თან ღერო და ამ ოლეოლა და რაღაცა და ბოლო ამათ რა გონიათ იცი უნდა უთმინო და ამათ გონიათ თმენის ვალდებულება გაუგია და თმენის ვალდებულება გონიათ ვრცელდება ყველაზე იმაზე უბრალო ადამიანებზე ამათ გონიათ რომ შეურაცხყოფას რომ მოგაყენებენ უნდა გაუტარო და მე მგონი იცით რა არის ხელისუფლებამ რომ მიიღო კანონები რომ ხელისუფლების წარმომადგენლებსო თუ რაღაც შეურაცხყოფას მიაყენებს იჯება ეს უნდა იყოს ჩვეულებრივ ადამიანებზე არ უნდა ჭირდებოდეს მიხეილ მესხს და კიდე ვიღაცებს რომ რაღაცა ხელი გაიქნიონ იქ ამისათვის უნდა იყოს კანონი ვიღაცა იტყვის ასეთ უმსგავსოებას უნდა პასუხი აგოს კანონის წინაშე და სხვათა შორის ჰოლანდიაშიც ერთ-ერთმა ნაძირალა მიიღო საკადრისი პასუხი აი ამ თავის აღვირახსნილობაზე ემიგრანტებმა პასუხი გასცეს აი ეს მიშა მშვილდაძე რო არის ქალია თუ კაცია რო ვერ გაიგებ კომიკოსი კომედი შოუს წარმომადგენელი ესე იგი ანდღულაძე ბოდიში მშვილდაძეც ეგეთი არის ესე პრინციპში ის მშვილდაძეც არ გამოირჩევა ეს ენა მიყივლა ეთყობა მაგასაც მოხდება მალე მაგრამ მე არავის ძალადობის მომკრი არა ვარ და ხო და ეს ანდღულაძე ეს ანდღულაძე მიშა ანდღულაძე ჰოლანდიაში იყო და იქაც აგინებდა ამ ოცნების ხარდამჭერებს რა გამოდიოდა და ნუ ახლა ვეღარ მოითმინა ხალხმა და ნუ აი ესეთი რაღაც განვითარდა რა საკეთებთ ახლა არაფერი ეხლა თქვენ უნდა აგინოთ ამ ხალხს და ჩვენ რა საკეთებთ მე რო შეიცხადებენ როგორ გაბედეს ესა თქვენ რომ მოსამართლეებს კვერცხებს ესროდით რომელიმე გამოხვედით და დაგმეთ ეს კმედება თქვენ რომ ადამიანებს უვარდებოდით სახლებში თქვენ რომ აი ამ აქციების დროს წვავდით ფიტულებს ცოცხალი ადამიანებისა გამოდიოდით აი ეს დიდია პატარიანა რასაც თქვენ აკეთებდით თქვენ გონიათ რომ შეგრჩებათ ეს ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მეხსიერება და ამ მეხსიერების ფონზე ნამდვილად აი
ერთ-ერთი აი მაგათი ის გამოვიდა იმ დღეს რაღაცა ვითომ ხუმრობით წარმომადგენელი და აი ის რაც თქვა მართალი არის რეალობა არის. ტრამპიკომ გაგვიდო. ხო, მართლა გადებული გაქვთ თქვენ მე მგონი და ძალიან ღრმად მე მგონი, იმიტომ რომ თქვენ ვერ წხვდებით რა შარში ხართ, იმიტომ რომ თქვენი პატრონები დასრულდნენ და რაღაცა მასხარაობთ და ოხუნჯობთ. ეს ბაბუცა პატარაია, რომელმაც უამრავი ქონება დააგროვა, ესე იგი იქ რაღაცა იმებს სცენებს ადგამს პარლამენტთან რომ ვითომ იჭერენ და ბაბუცა იცი რა არის მართლა დაგიჭერენ შენ აი ესე მოკიდებენ ხელს და რო შენ დგამ შენი დაკავების სცენას რო დგამ ეს რეალობად იქნება მაგის დადგმა არ იქნება საჭირო საჭირო ხაბარს კაცო ერთი წუთით 112-ში უნდა დავრეკა შენ მოგიწევს 112-ში არა მაგრამ შენს ადვოკატთან მოგიწევს დარეკვა იმიტომ რომ შენ მალე და როგორც ყველა თქვენთაგანი იცით რა არის ეს 5000 ლარიანი ჯარიმები გამოიწერა ადმინისტრაციული სახთელები იმ ადამიანებზე ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არ ღვევდა მაგრამ სამშობლოს მოღალატის მუხლი ტყუილა არ ამოქმედებულა თქვენ ყველანი გასამართლდებით ყველა ის ხალხი ვინც ხართ აი ხა ქუჩაში რომ იქ ვირებივით ყროყიდებთ ყველანი გასამართლდებით